გამარჯობა. მე ვარ ნინია აბაშიძე, აქსესუარების დიზაინერი. ვაწარმოებ ხელნაკეთ აქსესუარებს. ჩემი ნინიას ბრენდი საქართველოს ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. თავდაპირველად ვაწარმოებდი მხოლოდ სამკაულებს. დროსთან ერთად ჩვენც ვიზრდებით და უკვე 2017 წელს შევიტანე ჩანთების ხაზი, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. დღესდღეობით ბრენდი აწარმოებს 7 პროდუქციას, თუმცა გეტყვით, რომ ამჟამად მუშაობ ახალ პროექტზე და მომხმარებელს ძალიან კარგ სიახლეს ვპირდები. ბედნიერი ვარ და ძალიან ამაყი, რომ შევძელი საქართველოს ფარგლებს გარეთ გამეტანა ჩემი პროდუქცია და დღესდღეობით ძალიან ბევრი უცხოელი მომხმარებელი ყავს ჩემს პროდუქციას. ეს ის საქმეა, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. შევქმნით კოლაბორაცია. დღეს ჩემ პარტნიორებთან ერთად ვიღებთ შემოდგომა ზამთრის კოლექციას. სულ მალე ჩაეშვება გაყიდვაში. გამარჯობათ, მე ვარ ქრისტინე ჯამნიძე 18 წლის ბათუმიდან, ფოტომოდელი. დღეს მე მონაწილეობ კოლაბორაციაში, სადაც არის დაფუძნებული ნინია აბაშიძის ერთ-ერთ კოლექცია, სადაც არის წარმოდგენილი რამდენიმე ჩანთა და ამავდროულად ბერეტი. მინდა პატარა მიმოხილვა გავაკეთო ამ პროექტის შესახებ, რადგანაც გავიცანი ძალიან კეთილი ადამიანები, ყველაზე გულწრფელი ადამიანები, რომლებმაც დაგვეხმარეს ეს პროექტი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად შედგა. თითოეულ ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ საკუთარი პროფესიის წარმოჩენა, არამედ ადამიანობა და ადამიანური პიროვნული ღირსება. ეს პროექტი მხოლოდ ამ ეტაპზე არ ჩერდება, რადგანაც ჩვენ მომავლისთვის გვაქვს ძალიან საინტერესო და ამავდროულად შემოქმედებითი პროექტები. მადლობა მინდა გადავუხადოთ დღევანდელი დღისთვის ყველა შემოქმედ ადამიანს, რომელმაც მიიღო ამ პროექტში მონაწილეობა. მადლიერი ვარ იმის, რომ დღევანდელი დღე და რა თქმა უნდა დღევანდელი პროექტი კარგად დასრულდა. დარწმუნებული ვარ, თითოეულ კადრში იქნება გადმოცემული არა მხოლოდ ის სათნოება, რაც კადრში არის აღწერილი, არამედ ის განსხვავებული, ასევე შემოქმედებითი ხედვა, რასაც გააჩნია და რაც გააჩნია ზოგადად სამას. მინდა სამას წარმატებები უსწრო და ძალიან მადლიერი ვარ მისი, რადგანაც ის რო არა ჩვენი პროექტი რა თქმა უნდა არ შედგებოდა და ასეთი მრავალფეროვანი სითბოთი, სიყვარულით და სასწაული კადრებით არც იქნებოდა. მადლობა სამას და წარმატებებს უსურვებ. მაგრამ მინდა თქვა ისიც, რომ ეს პროექტი დღეს არ სრულდება, ყველაზე მთავარი იწყება დღეს და ამ წამიდან.